ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ამბობს ორჯონიკიძის პირადი მდივანი, ხელები დღესაც უცახცახებს 90 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რაც ჩვენ არ ვიცით? 1925 თებერვალს, როდესაც სერგო ორჯონიკიძემ მკვდარი იპოვეს თავის კაბინეტში, მისი უახლოესი თანამშრომლები იცოდნენ რაღაც, რაც არასოდეს გახდა საჯარო. 1945 წელს, როდესაც სტალინი გარდაიცვალა, ეს ადამიანები იმედოვნებდნენ, რომ საიდუმლოებები საბოლოოდ გამჟღავნდებოდა. მაგრამ 1955 წელს, ზუსტად 20 წლის შემდეგ ორჯონიკიძის გარდაცვალებიდან, საბჭოთა პრესაში გამოჩნდა სტატიები, რომლებიც ადანაშაულებდნენ მას ქართული მაფიის შექმნაში ინდუსტრიაში. ვინ დაწერა ეს სტატიები? რატომ სწორედ 1955 წელს? და რატომ ეს პუბლიკაციები ოფიციალურად გამოცხადდა ცილისწამებად მხოლოდ 1962 წელს? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი ორჯონიკიძის შიდა წრიდან პირველად საუბრობს იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით ორჯონიკიძის ბოლო წლებისა და მისი სახელის დისკრედიტაციის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, ვინც იცოდა ყველაფერი სერგო ორჯონიკიძის შესახებ, ყველა საიდუმლო შეხვედრა სტალინთან, ყველა კონფლიქტი მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში, ყველა დაპირისპირება ეჟოვთან და ბერიასთან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცოდით, რატომ მოკვდა ორჯონიკიძე ნამდვილად, თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ ერთგულება მკვდარი ხელმძღვანელის მიმართ თუ გადაარჩინოთ საკუთარი თავი სტალინის რეპრესიებისგან. 1927 წლიდან 1935 წლამდე ეს ადამიანები აკეთებდნენ არჩევანს, რომელმაც შეცვალა საბჭოთა ინდუსტრიის ისტორია. რამ აიძულა ისინი დაეთმოთ ყველაფერი, რისი დაცვაც ორჯონიკიძე ცდილობდა? და რატომ 20 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან ვიღაცამ გადაწყვიტა მისი სახელის განადგურება ქართული მაფიის მითის შექმნით? 1955 წლის მარტი. მოსკოვი. პრავდას რედაქციაში შემოდის კონვერტი, რომელზეც არ არის გამომგზავნის მისამართი. შიგნით არის ხელნაწერი სტატია სათაურით ნაციონალური კადრები ინდუსტრიაში, ორჯონიკიძის მემკვიდრეობა. სტატიის ავტორი ადანაშაულებს გარდაცვლილ ნარკომს, რომ მან შექმნა ქართული კლანი მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში, რომელიც აკონტროლებდა ყველა მნიშვნელოვან დანიშნას. სტატიაში მოყვანილია კონკრეტული გვარები, ქართველი ინჟინრები და დირექტორები, რომლებიც თურმე ორჯონიკიძის პროტეჟეები იყვნენ. რედაქტორი კითხულობს და ვერ იგებს, ვინ გაბედა ასეთი ბრალდებები გარდაცვლილი ნარკომის მიმართ, რომელიც სტალინის უახლოესი მეგობარი იყო? მაგრამ სტატია არ გამოქვეყნდება. არა 1955 წელს. არა 1956-ში. არა 1957-ში. ის დაელოდება 1955 წელს, ზუსტად 20 წლის შემდეგ ორჯონიკიძის გარდაცვალებიდან და 2 წლის შემდეგ სტალინის სიკვდილიდან. რატომ? რა შეიცვალა 1955 წელს, რომ ეს სტატია საბოლოოდ გამოქვეყნდა? 1925 თებერვალი. სერგო ორჯონიკიძემ მკვდარი იპოვეს თავის კაბინეტში. ოფიციალური ვერსია გულის შეტევა. მაგრამ მისი პირადი მდივანი, ვალენტინ ასმუსი, იცოდა სხვა. იმ დღის დილით ორჯონიკიძემ მიიღო ზარი სტალინისგან. საუბარი გაგრძელდა 30 წუთი. ასმუსი იდგა კარის უკან და ესმოდა ორჯონიკიძის ხმა, პირველად ისკვიროდა სტალინზე. შენ არ გაქვს უფლება განადგურო ის, რაც ჩვენ ერთად ავაშენეთ. ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც ასმუსმა გაიგონა. შემდეგ დუმილი. შემდეგ გასროლა. როდესაც ასმუსი შევიდა კაბინეტში, ორჯონიკიძე იწვა იატაკზე, ხელში პისტოლეტით. მაგრამ რაღაც არ ეთანხმებოდა. პისტოლეტი იყო მარჯვენა ხელში, მაგრამ ორჯონიკიძე მარცხენა იყო. ჭრილობა იყო საფეთქლის მარჯვენა მხარეს, მაგრამ მარცხენა ადამიანისთვის ეს არაბუნებრივი პოზიცია იქნებოდა თვითმკვლელობისთვის. ასმუსმა დაინახა კიდევ რაღაც, მაგიდაზე იყო დოკუმენტები, რომლებიც ორჯონიკიძე ამზადებდა პოლიტბიუროს ხდომისთვის. დოკუმენტები, რომლებშიც ის ადანაშაულებდა ეჟოვს და ბერიას ინდუსტრიის საბოტაჟში. ეს დოკუმენტები გაქრა იმავე დღეს. ვინ წაიღო ეს დოკუმენტები? ასმუსი არ იცოდა. მაგრამ ის იცოდა, ვინ შემოვიდა კაბინეტში პირველი, ლავრენტი ბერია. ბერია მივიდა მოსკოვიდან თბილისიდან იმავე დღეს, თითქოს იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. როგორ იცოდა?
ვინ აცნობა მას? და რატომ სწორედ ბერიამ ჩაატარა პირველი გამოძიება ორჯონიკიძის გარდაცვალების შესახებ? ასმუსმა ეს კითხვები დაუსვა თავის თავს ყოველდღე მომდევნო 30 წლის განმავლობაში. მაგრამ ის არასოდეს ილაპარაკა. არა 1927 წელს, როდესაც დაიწყო დიდი ტერორი. არა 1955 წელს, როდესაც გარდაიცვალა სტალინი. არა 1955 წელს, როდესაც დაიწყო დესტალინიზაცია. ის დუმდა, რადგან იცოდა, ვინც ლაპარაკობდა, ის კვდებოდა. მაგრამ 1955 წელს, როდესაც გამოჩნდა სტატიები ქართული მაფიის შესახებ, ასმუსმა გაიგო, დრო მოვიდა საუბრისა. რადგან ეს სტატიები იყო არა უბრალოდ ცილისწამება, ეს იყო მცდელობა, განადგურებულიყო ყველაფერი, რისთვისაც ორჯონიკიძე იბრძოდა და რისთვისაც შესაძლოა მოკლეს. რას იცავდა ორჯონიკიძე? რა იყო ის დოკუმენტები, რომლებიც გაქრა მისი გარდაცვალების დღეს? და რატომ ვიღაცას სურდა, რომ 20 წლის შემდეგ მისი სახელი დაკავშირებულიყო ქართულ მაფიასთან? ასმუსმა იცოდა პასუხები, მაგრამ ის ელოდა. ელოდა იმ მომენტს, როდესაც საუბარი უსაფრთხო იქნებოდა. ელოდა იმ მომენტს, როდესაც ბერია აღარ იქნებოდა ძალაუფლებაში. ელოდა იმ მომენტს, როდესაც სტალინის სისტემა დაიშლებოდა. მაგრამ 1955 წელს, როდესაც ეს მომენტი მოვიდა, გამოჩნდა ახალი საფრთხე, სტატიები, რომლებიც ცდილობდნენ ორჯონიკიძის წარსულის გადაწერას. და ასმუსმა გადაწყვიტა, თუ ის არ ილაპარაკებს ახლა, სიმართლე დაიკარგება სამუდამოდ. 1924 წელი. სერგო ორჯონიკიძე ინიშნება მძიმე ინდუსტრიის სახალხო კომისრად. მას ეძლევა უზარმაზარი ძალაუფლება, აშენოს საბჭოთა კავშირის ინდუსტრია ნულიდან. მაგრამ ის იღებს არა მხოლოდ ძალაუფლებას, ის იღებს პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 5 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირმა უნდა გაასწროს ევროპა ინდუსტრიულ განვითარებაში. პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უნდა აშენდეს ქარხნები, რომლებიც არასოდეს არ არსებობდა რუსეთის იმპერიაში. პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უნდა მოიძებნოს ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ ეს შეუძლებელი ამოცანის შესრულება. და ორჯონიკიძე იწყებს ძებნას. ის ეძებს არაპარტიულ ბიუროკრატებს, ის ეძებს ინჟინრებს, ტექნიკოსებს, ორგანიზატორებს. ის ეძებს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცოდნა და გამბედაობა. და ის პოულობს მათ ყველგან რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში. მაგრამ არის ერთი პრობლემა, ბევრი ამ ადამიანიდან არ არის კომუნისტი. ბევრი მათგანი მოდის ძველი ინტელიგენციის ოჯახებიდან. ბევრი მათგანი არის ეჭქვეშ, NKVD-ს თვალში. ორჯონიკიძე იღებს რისკს. ის იღებს სამსახურში ადამიანებს, რომლებსაც სხვები არ აიღებდნენ. ის იცავს მათ, როდესაც NKVD მოითხოვს მათ დაპატიმრებას. ის იბრძვის მათთვის პოლიტბიუროს სხდომებზე, როდესაც სტალინი ეჩვობს მათ ერთგულებაში. და ის აშენებს სისტემას, სადაც ადამიანები აფასებენ არა პარტიული ბილეთით, არამედ პროფესიონალიზმით. ეს სისტემა მუშაობს. 1929 წლიდან 1935 წლამდე საბჭოთა კავშირი აშენებს ათასობით ქარხანას. მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატი, დნეპროგესი, ურალმაშზავოდი, ხარკოვის ტრაქტორული ქარხანა, სტალინგრადის ტრაქტორული ქარხანა. ყველა ეს გიგანტური პროექტი ხორციელდება ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით. და ყველა ამ პროექტში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ორჯონიკიძემ აირჩია პირადად. მათ შორის არიან ქართველები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები, სომხები. მათ შორის არიან კომუნისტები და არაკომუნისტები. მათ შორის არიან ძველი ბოლშევიკები და ახალი სპეციალისტები. მაგრამ ყველა მათგანს აქვს ერთი საერთო, ისინი არიან პროფესიონალები. 1935 წელი. ორჯონიკიძის სისტემა მუშაობს ძალიან კარგად. ძალიან კარგად იმისთვის, რომ ვიღაცას არ მოეწონოს. ვინ არის ეს ვიღაც? ნიკოლაი ეჟოვი, NKVD-ს ხელმძღვანელი. ლავრენტი ბერია, საქართველოს კომპარტიის პირველი მდივანი, რომელიც მალე გახდება ეჟოვის მოადგილე. ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელიც ეჩვობს ორჯონიკიძის დამოუკიდებლობაში. და თავად იოსებ სტალინი, რომელიც ხედავს, რომ ორჯონიკიძის ნარკომატი ხდება სახელმწიფოში სახელმწიფო. 1935 წელს იწყება დიდი ტერორის მომზადება. სტალინი მოითხოვს, რომ ყველა ნარკომატმა მოამზადოს სიები ხალხის მტრებისა, რომლებიც უნდა დააპატიმრონ. ყველა ნარკომატი ასრულებს ბრძანებას.
ყველა გარდა ერთისა, მძიმე ინდუსტრიის ნარკომატისა. ორჯონიკიძე უარს ამბობს. ის ამბობს, რომ მის ნარკომატში არ არიან ხალხის მტრები. ის ამბობს, რომ მისი ადამიანები არიან პროფესიონალები, რომლებიც აშენებენ ქვეყანას. ის ამბობს, რომ თუ დააპატიმრებენ მის ინჟინრებს და დირექტორებს, ინდუსტრია გაჩერდება. სტალინი რისხვაშია. ის უწოდებს ორჯონიკიძეს რბილს და ნაივურს. ის ამბობს, რომ ორჯონიკიძე იცავს ხალხის მტრებს. ის ამბობს, რომ ორჯონიკიძე აშენებს პირადულ იმპერიას ნარკომატში. მაგრამ ორჯონიკიძე არ ნებდება. ის იბრძვის თითოეული თავისი ადამიანისთვის. როდესაც NKVD აპატიმრებს მის მოადგილეს, გიორგი პიატაკოვს, ორჯონიკიძე მიდის სტალინთან და მოითხოვს მის გათავისუფლებას. როდესაც NKVD აპატიმრებს ხარკოვის ტრაქტორული ქარხნის დირექტორს, ორჯონიკიძე წერს პირად წერილს ეჟოვს. როდესაც NKVD აპატიმრებს მაგნიტოგორსკის კომბინატის მთავარ ინჟინერს, ორჯონიკიძე მიდის პოლიტბიუროს სხდომაზე და ადანაშაულებს ეჟოვს საბოტაჟში. მაგრამ ყოველი ასეთი ბრძოლა აკლებს მის ძალებს. ყოველი ასეთი კონფლიქტი აშორებს მას სტალინს. ყოველი ასეთი დაპირისპირება აახლოებს მას საკუთარ დასასრულთან. 1935 წლის დეკემბერი. პოლიტბიუროს სხდომა. ორჯონიკიძე წარადგენს დოკუმენტს, სადაც ის ადანაშაულებს NKVD-ს, რომ მათი დაპატიმრებები ანადგურებს ინდუსტრიას. ის მოჰყავს კონკრეტული მაგალითები, ქარხნები, რომლებიც გაჩერდა დირექტორების დაპატიმრების შემდეგ. პროექტები, რომლებიც ჩაიშალა მთავარი ინჟინრების დაპატიმრების შემდეგ. ის მოითხოვს, რომ NKVD-მ შეწყვიტოს დაპატიმრებები მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში. სტალინი უსმენს მას დუმილში. შემდეგ ის ბრუნდება ეჟოვისკენ და ეკითხება, რა პასუხი აქვს NKVD-ს ამ ბრალდებებზე. ეჟოვი ამბობს, რომ ყველა დაპატიმრებული არის ხალხის მტერი, რომლებიც აღიარებენ თავიანთ დანაშაულებას. ის ამბობს, რომ ორჯონიკიძე იცავს ხალხის მტრებს, რადგან ისინი არიან მისი პირადი პროტეჟეები. ის ამბობს, რომ ორჯონიკიძემ შექმნა კლანი ნარკომატში, სადაც ადამიანები ინიშნებიან არა კომპეტენციით, არამედ პირადი ერთგულებით. და შემდეგ ეჟოვი ამბობს რაღაც, რაც ყველას აოცებს. ის ამბობს, რომ ეს კლანი არის ძირითადად ქართველებისგან შემდგარი. ორჯონიკიძე ხტება ადგილიდან. მისი სახე არის წითელი რისხვისგან. ის ყვირის ეჟოვზე, შენ ცრუობ. შენ ცდილობ განადგურო ინდუსტრია, მაგრამ სტალინი აჩერებს მას. სტალინი ამბობს ცივი ხმით, სერგო დაჯექი. მოდი შევამოწმოთ ეს ბრალდებები და შემდეგ სტალინი ბრძანებს მოამზადონ სია ყველა მაღალი თანამდებობის პირისა მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში, მათი ეროვნებით. ორჯონიკიძე იცის, რა ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ სტალინი ეჩვობს მას. ეს ნიშნავს, რომ სტალინი ეძებს მტკიცებულებას ქართული კლანის არსებობისა. ეს ნიშნავს, რომ მისი ადამიანები საფრთხეშია. და ორჯონიკიძე იცის, რომ ის ვერაფერს გააკეთებს ამის შესაჩერებლად. რადგან როდესაც სტალინი გადაწყვეტს რაღაცას, არავინ შეუძლია შეაჩეროს ის. 1935 წლის იანვარი. ორჯონიკიძის კაბინეტში მოაქვთ დოკუმენტი, სია მძიმე ინდუსტრიის ნარკომატის ხელმძღვანელი კადრებისა. დაჯგუფებული ეროვნებით. ორჯონიკიძე კითხულობს სიას და ხედავს, ქართველები ნამდვილად არიან ბევრი. მისი მოადგილეებიდან 2 არის ქართველი. მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებიდან 5 არის ქართველი. დიდი ქარხნების დირექტორებიდან 12 არის ქართველი. მაგრამ ორჯონიკიძე იცის, ეს არ არის კლანი. ეს არიან უბრალოდ კარგი სპეციალისტები, რომლებიც აღმოჩნდნენ ქართველები. ის იცის, რომ მან არ აირჩია ისინი ეროვნების გამო, ის აირჩია ისინი კომპეტენციის გამო. მაგრამ ის ასევე იცის, რომ სტალინი არ დაიჯერებს ამას. სტალინი დაინახავს ამ სიაში მტკიცებულებას ქართული კლანის არსებობისა. და სტალინი გამოიყენებს ამ სიას, რომ განადგუროს ყველა, ვინც ერთგულია ორჯონიკიძის მიმართ. ორჯონიკიძე იღებს გადაწყვეტილებას. ის დაწერს მემორანდუმს პოლიტბიუროსთვის, სადაც ის ახსნის, რატომ არის ბევრი ქართველი მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში. ის წერს, რომ საქართველოს აქვს ძლიერი საინჟინრო სკოლა, რომელიც მოდის კიდევ რუსეთის იმპერიიდან. ის წერს, რომ ქართველი ინჟინრები სწავლობდნენ პეტერბურგის და მოსკოვის საუკეთესო ტექნიკურ უნივერსიტეტებში. ის წერს, რომ მან აირჩია ისინი არა ეროვნების გამო, არამედ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ საუკეთესო კანდიდატები. მაგრამ როდესაც ის კითხულობს ამ მემორანდუმს, ის იგებს, ეს ჟღერს როგორც გამართლება.
ეს ჟღერს როგორც დაცვა. და დაცვა ნიშნავს, რომ არის რაღაც, რისგანაც უნდა იცავდე თავს. ორჯონიკიძე ხეშავს მემორანდუმს. ის იცის, რომ ეს არ დაეხმარება. ის იცის, რომ არაფერი დაეხმარება. რადგან სტალინმა უკვე გადაწყვიტა. 1935 წლის თებერვალი. ორჯონიკიძე იღებს ზარს სტალინისგან. სტალინი ეუბნება მას, რომ პოლიტბიურომ გადაწყვიტა, მძიმე ინდუსტრიის ნარკომატი უნდა გაიწმინდოს ხალხის მტრებისგან. სტალინი ეუბნება მას, რომ NKVD-ს აქვს სია ადამიანებისა, რომლებიც უნდა დააპატიმრონ. სტალინი ეუბნება მას, რომ ამ სიაში არიან ორჯონიკიძის უახლოესი თანამშრომლები. სტალინი ეუბნება მას, რომ ორჯონიკიძემ არ უნდა ჩაერიოს. ორჯონიკიძე ცდილობს დაეცვას თავისი ადამიანები. ის ამბობს სტალინს, რომ ეს დაპატიმრებები განადგურებს ინდუსტრიას. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები არ არიან ხალხის მტრები. ის ამბობს, რომ ეს არის შეცდომა, რომელიც დაჯდება ძვირად ქვეყანას. მაგრამ სტალინი არ უსმენს. სტალინი ამბობს, სერგო, შენ ძალიან რბილი ხარ. შენ არ ხედავ მტრებს, რომლებიც გარშემორტყმულან შენ. შენ იცავ ადამიანებს, რომლებიც ხალატობენ ქვეყანას. ორჯონიკიძე ყვირის, შენ არ გაქვს უფლება განადგურო ის, რაც ჩვენ ერთად ავაშენეთ, და სტალინი პასუხობს ცივი ხმით, მე მაქვს ყველა უფლება. და შენ ან დამეხმარები, ან გადადგები გვერდზე. ორჯონიკიძე აკეთებს არჩევანს. ის არ დაეხმარება სტალინს. მაგრამ ის ასევე არ შეუძლია გადადგეს გვერდზე და უყუროს, როგორ ანადგურებენ მის ადამიანებს. ის აკეთებს ერთადერთ არჩევანს, რომელიც რჩება, ის ტოვებს. 1925 თებერვალს სერგო ორჯონიკიძე კვდება თავის კაბინეტში. ოფიციალური ვერსია გულის შეტევა. რეალური ვერსია თვითმკვლელობა. მაგრამ არის კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც ლაპარაკობენ მხოლოდ ჩურჩულით, მკვლელობა. რომელი ვერსია არის სწორი? ვალენტინ ასმუსი, ორჯონიკიძის პირადი მდივანი, იცის პასუხი. მაგრამ ის არ ლაპარაკობს. არა 1927 წელს. არა 1955 წელს. არა 1955 წელს. ის ელოდება. ელოდება იმ მომენტს, როდესაც საუბარი უსაფრთხო იქნებოდა. მაგრამ 1955 წელს, როდესაც ეს მომენტი მოდის, ხდება რაღაც, რაც აიძულებს მას ილაპარაკოს, გამოჩნდება სტატიები ქართული მაფიის შესახებ. რატომ? რატომ ზუსტად 1955 წელს, 20 წლის შემდეგ ორჯონიკიძის გარდაცვალებიდან? ვიღაც იწყებს კამპანიას მისი სახელის დისკრედიტაციისთვის. ვინ არის ამ კამპანიის უკან? და რა არის მათი მიზანი? ასმუსი იწყებს საკუთარ გამოძიებას. ის ეძებს იმ ადამიანებს, რომლებმაც იციან სიმართლე ორჯონიკიძის გარდაცვალების შესახებ. ის ეძებს იმ დოკუმენტებს, რომლებიც გაქრა 1925 თებერვალს. ის ეძებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაამტკიცებს, ქართული მაფია არის მითი, რომელიც შეიქმნა ორჯონიკიძის განსადგურებლად. და ის პოულობს რაღაცას, რაც აოცებს მას. ის პოულობს, რომ ამ მითის შექმნაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებსაც ორჯონიკიძე თვითონ ენდობოდა. ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მის ნარკომატში. ადამიანები, რომლებმაც გადაარჩინეს საკუთარი თავი ხალატით. 1955 წლის აპრილი. ვალენტინ ასმუსი ზის თავის ბინაში მოსკოვში და კითხულობს დოკუმენტს, რომელიც შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. დოკუმენტი, რომელიც არ უნდა არსებობდეს. დოკუმენტი, რომელიც ცვლის ყველაფერს. ეს არის ანგარიში დაწერილი 1927 წელს NKVD-ში და გამოყენებისთვის. ანგარიში, სადაც დეტალურად აღწერილია, როგორ დაგეგმეს ორჯონიკიძის დისკრედიტაცია ქართული კლანის მითის საშუალებით. ანგარიში, სადაც მოყვანილია კონკრეტული გვარები, ორჯონიკიძის თანამშრომლები, რომლებიც თანახმა გახდნენ თანამშრომლობაზე NKVD-სთან. ანგარიში, სადაც წერია, ოპერაცია უნდა განხორციელდეს არა დაუყოვნებლივ, არამედ მომავალში, როდესაც ორჯონიკიძის სახელი კვლავ გახდება პოპულარული. როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი ასმუსის ხელში? ვინ გადასცა მას ეს საიდუმლო ანგარიში? და რატომ ზუსტად ახლა, 1955 წელს, როდესაც სტატიები ქართული მაფიის შესახებ იწყებს გამოჩენას პრესაში? ასმუსი იხსენებს იმ დღეს, როდესაც მან პირველად შეიტყო ამ ოპერაციის შესახებ. ეს იყო 1927 წლის მარტი. ერთი თვის შემდეგ ორჯონიკიძის გარდაცვალებიდან. ასმუსი მუშაობდა კვლავ მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში, მაგრამ უკვე არა როგორც პირადი მდივანი, როგორც უბრალო რეფერენტი.
ერთ საღამოს, როდესაც ყველა უკვე წავიდა სახლში, მასთან მივიდა ადამიანი, რომელსაც ასმუსი იცნობდა, ნიკოლაი ბუბნოვი, ორჯონიკიძის ყოფილი მოადგილე. ბუბნოვი იყო ნერვიული, შეშინებული. მან უთხრა ასმუსს: ვალენტინ, მე უნდა გითხრა რაღაც. რაღაც, რაც შენ უნდა იცოდე. მაგრამ შენ არასოდეს არ უნდა უთხრა არავის, რომ მე გითხარი, და შემდეგ ბუბნოვმა უამბო ასმუს ისტორია, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. ბუბნოვმა უთხრა, რომ 1925 თებერვლის წინ, 2 დღით ადრე ორჯონიკიძის გარდაცვალებამდე, მას დაუძახეს NKVD-ში. იქ მას შეხვდა ლავრენტი ბერია პირადად. ბერიამ უთხრა მას: ნიკოლაი ივანოვიჩ, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ერთგული ხართ ორჯონიკიძის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ გსურთ მისი დაცემა. მაგრამ ორჯონიკიძე უკვე დაცემულია. ის დაკარგა სტალინის ნდობა. ის დაკარგა თავისი პოზიცია. და ახლა თქვენ უნდა აირჩიოთ და ეცემით მასთან ერთად, თუ გადაარჩენთ საკუთარ თავს. ბუბნოვმა ჰკითხა, რა უნდა გავაკეთო, და ბერიამ უთხრა, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ ჩვენ. უნდა დაგვეხმაროთ და ვამტკიცოთ, რომ ორჯონიკიდემ შექმნა ქართული კლანი ნარკომატში. უნდა მოგვაწოდოთ დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, როგორ ინიშნავდა ის ქართველებს მნიშვნელოვან თანამდებობებზე. უნდა მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს დანიშვნები იყო არა კომპეტენციის საფუძველზე, არამედ ეროვნული სოლიდარობის საფუძველზე. ბუბნოვმა უთხრა ასმუსს, რომ მან უარი თქვა. მან უთხრა ბერიას: მე არ შემიძლია ეს გავაკეთო. ორჯონიკიძე იყო პატიოსანი ადამიანი. ის არ ქმნიდა არავითარ კლანს, და ბერიამ უპასუხა: ნიკოლაი ივანოვიჩ, თქვენ არ გესმით. ეს არ არის თხოვნა. ეს არის ბრძანება. თუ თქვენ არ დაგვეხმარებით, ჩვენ ვიპოვით სხვა გზას. და თქვენ იქნებით პირველი, ვინც დააპატიმრებენ როგორც ორჯონიკიძის თანამზრახველს. ბუბნოვმა გაიგო, მას არ ჰქონდა არჩევანი. ან ის თანამშრომლობდა, ან ის კვდებოდა. და ის აირჩია სიცოცხლე. მან მისცა ბერიას დოკუმენტები. მან მისცა ბერიას ინფორმაცია. მან მისცა ბერიას ყველაფერი, რაც სჭირდებოდა ქართული კლანის მითის შესაქმნელად. მაგრამ ბუბნოვმა უთხრა ასმუსს კიდევ რაღაც. მან უთხრა, რომ ბერიამ უთხრა მას, ეს ოპერაცია არ განხორციელდება დაუყოვნებლივ. ჩვენ დაველოდებით. დაველოდებით იმ მომენტს, როდესაც ორჯონიკიძის სახელი კვლავ გახდება პოპულარული. როდესაც ხალხი კვლავ დაიწყებს მის გახსენებას როგორც დიდი ინდუსტრიალიზატორის. და მაშინ ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ მასალებს. გამოვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ორჯონიკიძე არ იყო გმირი, ის იყო კორუმპირებული ბიუროკრატი, რომელმაც შექმნა ქართული მაფია ინდუსტრიაში. ბუბნოვმა უთხრა ასმუსს: ვალენტინ, ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი. დაგეგმილი 1927 წელს. და ახლა 1955 წელს ეს გეგმა ხორციელდება. შენ უნდა შეაჩერო ეს. შენ უნდა უთხრა ხალხს სიმართლე. ასმუსი ჰკითხავს ბუბნოვს: რატომ მე? რატომ არ ამბობ შენ? და ბუბნოვი პასუხობს: რადგან მე ვარ თანამზრახველი. მე მივეცი მათ დოკუმენტები. მე დავეხმარე მათ შექმნან ეს მითი. ხოლო შენ იყავი ორჯონიკიძის ერთგული მდივანი. შენ იცი სიმართლე. შენ ხედავდი ყველაფერს. და შენ არ გაქვს სისხლი ხელებზე. ასმუსი ჰკითხავს: მაგრამ როგორ დავამტკიცო? როგორ დავამტკიცო, რომ ეს ყველაფერი არის მითი? და ბუბნოვი ამბობს: მე მოგცემ შენ დოკუმენტს. დოკუმენტს, რომელიც დაამტკიცებს ყველაფერს. მაგრამ შენ უნდა დაელოდო. დაელოდო იმ მომენტს, როდესაც უსაფრთხო იქნება საუბარი. როდესაც ბერია აღარ იქნება ძალაუფლებაში. როდესაც სისტემა შეიცვლება და შემდეგ ბუბნოვი გაქრა. ასმუსმა აღარასოდეს ნახა ის. 2 კვირის შემდეგ ბუბნოვი დააპატიმრეს. 6 თვის შემდეგ ის დახვრიტეს როგორც ხალხის მტერი. მაგრამ ბუბნოვმა დატოვა ასმუსისთვის დოკუმენტი. დოკუმენტი, რომელიც ასმუსმა დამალა 18 წლის განმავლობაში. დოკუმენტი, რომელსაც ის კითხულობს ახლა 1955 წელს. დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, ქართული მაფია არის მითი, შექმნილი NKVD-ს მიერ 1927 წელს. მითი, რომელიც უნდა გამოყენებულიყო ორჯონიკიძის სახელის დისკრედიტაციისთვის. მითი, რომელიც ახლა 1955 წელს ცოცხლდება. მაგრამ ვინ აცოცხლებს ამ მითს? ვინ გამოაქვეყნებს ამ სტატიებს? და რატომ ზუსტად ახლა, როდესაც ბერია უკვე დახვრეტილია, როდესაც სტალინი უკვე მკვდარია, როდესაც სისტემა იცვლება? ასმუსი იწყებს საკუთარ გამოძიებას.
ის ეძებს იმ ჟურნალისტებს, რომლებიც წერენ სტატიებს ქართული მაფიის შესახებ. ის ეძებს იმ რედაქტორებს, რომლებიც აქვეყნებენ ამ სტატიებს. ის ეძებს იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ კამპანიის უკან. და ის პოულობს რაღაცას გასაოცარს. ის პოულობს, რომ ამ კამპანიის უკან დგანან არა ძველი ენკავედელები, დგანან ახალი პარტიული ბიუროკრატები. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ძალაუფლებაში სტალინის გარდაცვალების შემდეგ. ადამიანები, რომლებსაც სურთ დისკრედიტაცია გაუკეთონ არა მხოლოდ ორჯონიკიძეს, არამედ მთელ იმ სისტემას, რომელიც ორჯონიკიძემ შექმნა. სისტემას, სადაც ადამიანები ფასდებოდნენ პროფესიონალიზმით, არა პარტიული ერთგულებით. სისტემას, სადაც ეროვნება არ იყო დაბრკოლება კარიერისთვის. სისტემას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ახალ ბიუროკრატებს, რომლებსაც არ ჰქონდათ არც განათლება, არც გამოცდილება, მაგრამ ჰქონდათ პარტიული ბილეთი. ასმუსი იგებს, ეს არის არა უბრალოდ კამპანია ორჯონიკიძის წინააღმდეგ. ეს არის კამპანია იმ იდეის წინააღმდეგ, რომელსაც ორჯონიკიძე წარმოადგენდა. იდეის, რომ საბჭოთა კავშირი უნდა აშენდეს პროფესიონალების მიერ, არა პარტიული ბიუროკრატების მიერ. იდეის, რომ ეროვნება არ უნდა იყოს ფაქტორი კარიერაში. იდეის, რომ ინდუსტრია უნდა იყოს დამოუკიდებელი პარტიული კონტროლისგან. ეს იდეები იყო საშიში 1927 წელს, როდესაც სტალინი აშენებდა ტოტალიტარულ სისტემას. და ეს იდეები არიან საშიში 1955 წელს, როდესაც ახალი ბიუროკრატები ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება. რატომ? რადგან ეს იდეები ემუქრებიან მათ პოზიციებს. ემუქრებიან მათ პრივილეგიებს. ემუქრებიან მთელ იმ სისტემას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. ასმუსი იღებს გადაწყვეტილებას. ის უნდა გამოაქვეყნოს დოკუმენტი, რომელიც ბუბნოვმა დატოვა. ის უნდა უთხრას ხალხს სიმართლე ქართული მაფიის მითის შესახებ. მაგრამ როგორ? ვის დაუჯერებენ, მას, უბრალო ყოფილ მდივანს, თუ ოფიციალურ პრესას, რომელიც აქვეყნებს სტატიებს? ვის დაუჯერებენ, მას, რომელსაც აქვს ერთი დოკუმენტი, თუ მთავრობას? რომელსაც აქვს მთელი პროპაგანდის აპარატი? ასმუსი იცის, ის საჭიროებს მეტს. ის საჭიროებს მეტ მოწმეებს. ის საჭიროებს მეტ დოკუმენტებს. ის საჭიროებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ ორჯონიკიძესთან და იციან სიმართლე. მაგრამ სად არიან ეს ადამიანები? ბევრი მათგანი დახვრიტეს 1927-28 წლებში. ბევრი მათგანი გარდაიცვალა ლაგერებში. ბევრი მათგანი ჩუმად ცხოვრობს შეშინებული, რომ თუ ილაპარაკებენ, ისევ დააპატიმრებენ. ასმუსი იწყებს ძებნას. ის ეძებს ყოფილ თანამშრომლებს მძიმე ინდუსტრიის ნარკომატიდან. ის ეძებს იმ ადამიანებს, რომლებმაც გადარჩნენ რეპრესიები. ის ეძებს იმ ადამიანებს, რომლებიც იციან სიმართლე და მზად არიან ილაპარაკონ. და ის პოულობს მათ. პირველი არის ალექსანდრე სერებროვსკი, ყოფილი მთავარი ინჟინერი მაგნიტოგორსკის კომბინატში. სერებროვსკი გადარჩა რეპრესიებს, რადგან ის იყო ციხეში, როდესაც დაიწყო დიდი ტერორი, ის დააპატიმრეს 1925 წელს საბოტაჟში. მაგრამ გაათავისუფლეს 1935 წელს, როდესაც გამოირკვა, რომ ბრალდებები ყალბი იყო. სერებროვსკი ეუბნება ასმუსს, ორჯონიკიძე არასოდეს არ ქმნიდა არავითარ კლანს. ის ირჩევდა ადამიანებს მხოლოდ კომპეტენციის საფუძველზე. მე ვარ რუსი, მაგრამ ის მიიღო სამსახურში, რადგან ვიცოდი ჩემი საქმე. ჩემი მოადგილე იყო ქართველი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის იყო ქართველი, იმიტომ, რომ ის იყო საუკეთესო მეტალურგი საბჭოთა კავშირში. მეორე არის დავით კუპრიაშვილი, ყოფილი დირექტორი ხარკოვის ტრაქტორული ქარხნისა. კუპრიაშვილი გადარჩა რეპრესიებს, რადგან ის იყო ფრონტზე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ის დაბრუნდა 1945 წელს. ყველა, ვინც ადანაშაულებდა მას, უკვე მკვდარი იყო. კუპრიაშვილი ეუბნება ასმუსს, მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ქართველი მაფიოზებიდან, რომლებზეც ახლა წერენ. მაგრამ რა არის სიმართლე? სიმართლე ის არის, რომ ორჯონიკიძემ მიიღო მე სამსახურში. რადგან მე დავამთავრე მოსკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო ქულებით. რადგან მე ვიცოდი, როგორ ავაშენო ქარხანა. რადგან მე ვიცოდი, როგორ ვმართო ათასობით მუშა. არა იმიტომ, რომ მე ვიყავი ქართველი, მესამე არის ივან ტევოსიანი, ყოფილი მოადგილე ნარკომი მეტალურგიაში. ტევოსიანი არის სომეხი, მაგრამ მას ასევე ადანაშაულებენ ქართული კლანის წევრობაში. ტევოსიანი ეუბნება ასმუსს, ეს არის აბსურდი. მე ვარ სომეხი, არა ქართველი.
მაგრამ მათ ამბობენ, რომ მე ვიყავი ნაწილი ქართული მაფიისა, რადგან მუშაობდი ორჯონიკიძესთან. ეს აჩვენებს, რომ მთელი ეს კამპანია არის არა ქართველების წინააღმდეგ, ეს არის ორჯონიკიძის სისტემის წინააღმდეგ. სისტემის, სადაც ეროვნება არ ითვლებოდა. სისტემის, სადაც მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ შენი უნარები, ასმუსი აგროვებს ამ ჩვენებებს. ის აგროვებს დოკუმენტებს. ის აგროვებს მტკიცებულებებს. და ის ამზადებს მემორანდუმს, რომელსაც ის გაგზავნის ცენტრალურ კომიტეტში. მემორანდუმს, სადაც ის ამტკიცებს, ქართული მაფია არის მითი. მითი შექმნილი NKVD-ს მიერ 1927 წელს. მითი, რომელიც ახლა გამოიყენება ორჯონიკიძის სახელის დისკრედიტაციისთვის. მითი, რომელიც უნდა გამხილდეს. მაგრამ როდესაც ასმუსი ამთავრებს მემორანდუმს, ის იღებს ზარს. ზარს ადამიანისგან, რომელსაც ის არ იცნობს. ადამიანი ამბობს, ვალენტინ ივანოვიჩ, არ გააგზავნო ეს მემორანდუმი. თუ გააგზავნე, შენ მოკვდები. ისევე, როგორც მოკვდა ბუბნოვი. ისევე, როგორც მოკვდა ორჯონიკიძე, ასმუსი ჰკითხავს, ვინ ხარ შენ, და ხმა პასუხობს, მე ვარ ადამიანი, რომელმაც იცის სიმართლე. და მე გეუბნები, ეს ბრძოლა შენ ვერ მოიგებ. არა ახლა. არა ასე, ასმუსი კეტავს ტელეფონს. ის თავის მაგიდასთან და უყურებს მემორანდუმს. ის იცის, თუ ის გააგზავნის ამ დოკუმენტს, ის შეიძლება მოკვდეს. მაგრამ თუ ის არ გააგზავნის, მითი ქართული მაფიის შესახებ გავრცელდება. გავრცელდება და გახდება ისტორიული ფაქტი. გახდება ნაწილი ოფიციალური ნარატივისა. გახდება ის, რასაც ასწავლიან სკოლებში. გახდება ის, რასაც დაიჯერებენ მილიონობით ადამიანები. და ორჯონიკიძის სახელი ადამიანისა, რომელმაც აშენა საბჭოთა ინდუსტრია, დარჩება დაკავშირებული კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, ქართულ მაფიასთან. ასმუსი იღებს გადაწყვეტილებას. ის გააგზავნის მემორანდუმს. ის გააგზავნის მას, რადგან ის ვალდებულია ორჯონიკიძის მიმართ. ვალდებულია იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იბრძოდა სიმართლისთვის. ვალდებულია იმ სისტემის მიმართ, რომელიც ორჯონიკიძემ შექმნა, სისტემის, სადაც ადამიანები ფასდებოდნენ პროფესიონალიზმით, არა ეროვნებით. მაგრამ რა მოხდება შემდეგ? გააგზავნის თუ არა ასმუსი თავის მემორანდუმს? და თუ გააგზავნის, რა იქნება პასუხი? დაიჯერებს თუ არა ცენტრალური კომიტეტი მას? შეაჩერებს თუ არა ეს კამპანიას ქართული მაფიის შესახებ? თუ პირიქით გახდება თუ არა ასმუსი შემდეგი მსხვერპლი იმ სისტემის, რომელიც ცდილობს დამალოს სიმართლე. 1955 წლის მაისი. ვალენტინ ასმუსი დგას ცენტრალური კომიტეტის შენობის წინ მოსკოვში. მის ხელში არის კონვერტი, რომელშიც არის მემორანდუმი, დოკუმენტები, ჩვენებები. კონვერტი, რომელიც შეიძლება შეცვალოს ისტორია. ან კონვერტი, რომელიც შეიძლება მოკლას მას. ასმუსი იხსენებს ბოლო საუბარს ორჯონიკიძესთან 1925 თებერვლის დილით, რამდენიმე საათით ადრე მისი გარდაცვალებამდე. ორჯონიკიძემ უთხრა მას, ვალენტინ, თუ რაიმე მოხდება ჩემთან, შენ უნდა დაიმახსოვრო ერთი რამ. სიმართლე ყოველთვის გამოდის ზედაპირზე. შეიძლება არა დღეს. შეიძლება არა ხვალ. მაგრამ ის გამოდის. და როდესაც ის გამოდის, ვიღაცამ უნდა იყოს იქ, რომ უთხრას ხალხს, აი. ეს არის სიმართლე, ასმუსი შედის შენობაში. ის აძლევს კონვერტს მდივანს. ის ელოდება იმ მომენტს, როდესაც მას დაუძახებენ. ელოდება იმ მომენტს, როდესაც ის უნდა დაიცვას ყველაფერი, რისთვისაც ორჯონიკიძე იბრძოდა. 2 საათის შემდეგ ასმუსს იძახებენ ოფისში. იქ მას ხვდება 3 ადამიანი, 2 წევრი ცენტრალური კომიტეტიდან და 1 წარმომადგენელი КГБ-დან. ისინი კითხულობენ მის მემორანდუმს. ისინი უყურებენ დოკუმენტებს. ისინი უსმენენ მის ახსნას. და შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ეკითხება, ვალენტინ ივანოვიჩ, თქვენ ამბობთ, რომ ქართული მაფია არის მითი. მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში ნამდვილად იყო დიდი რაოდენობით ქართველი? ასმუსი პასუხობს, რადგან საქართველოს ჰქონდა ძლიერი საინჟინრო სკოლა. რადგან ქართველი ინჟინრები სწავლობდნენ საუკეთესო უნივერსიტეტებში. რადგან ორჯონიკიძე ირჩევდა საუკეთესოებს, მიუხედავად ეროვნებისა, მეორე ადამიანი ეკითხება, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ბევრი ამ ქართველი ინჟინრიდან დააპატიმრეს როგორც ხალხის მტრები? ასმუსი პასუხობს, რადგან ეს იყო ნაწილი სტალინის რეპრესიებისა.
რადგან NKVD-ს სურდა განადგურება ორჯონიკიძის სისტემისა. რადგან ყველა ვინც იყო ერთგული ორჯონიკიძის მიმართ, ხდებოდა სამიზნე, მესამე ადამიანი, წარმომადგენელი კბ-დან, ეკითხება ვალენტინ ივანოვიჩ, თქვენ გვაძლევთ დოკუმენტს, რომელიც თურმე ამტკიცებს, რომ ქართული მაფიის მითი შეიქმნა NKVD-ს მიერ 1927 წელს. მაგრამ როგორ ვიცით, რომ ეს დოკუმენტი არის ავთენტური? როგორ ვიცით, რომ ეს არ არის ყალბი? ასმუსი პასუხობს, რადგან ეს დოკუმენტი მომცა ნიკოლაი ბუბნოვმა, ორჯონიკიძის ყოფილმა მოადგილემ, 1927 წელს, 2 კვირით ადრე მისი დაპატიმრებამდე. რადგან ბუბნოვი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც იძულებული გახდნენ თანამშრომლობაზე NKVD-სთან. რადგან ის მომცა ეს დოკუმენტი. რომ სიმართლე არ დაკარგულიყო, კბ-ს წარმომადგენელი ეკითხება, მაგრამ რატომ ელოდით 18 წელი? რატომ არ გამოაქვეყნეთ ეს დოკუმენტი ადრე? ასმუსი პასუხობს, რადგან ვეშინოდა. რადგან ვიცოდი, რომ თუ ვილაპარაკებდი, მომკლავდნენ. ისევე, როგორც მოკლეს ბუბნოვი. ისევე, როგორც მოკლეს ათასობით სხვა, ვინც იცოდა სიმართლე, ოფისში დგება დუმილი. სამივე ადამიანი უყურებს ერთმანეთს. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ამბობს, ვალენტინ ივანოვიჩ, ჩვენ გავაანალიზებთ თქვენს მასალებს. ჩვენ ჩავატარებთ საკუთარ გამოძიებას. და ჩვენ მოგცემთ პასუხს, ასმუსი ტოვებს ოფისს. ის იცის, ახლა ის მხოლოდ შეუძლია ელოდოს. ელოდოს იმ მომენტს, როდესაც ცენტრალური კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას, რომელიც განსაზღვრავს, დარჩება თუ არა ქართული მაფიის მითი ისტორიაში. თუ გამხილული იქნება როგორც ცილისწამება. 1955 წლის ივნისი. ასმუსი ელოდება პასუხს უკვე ერთი თვეა. ყოველ დღე ის ამოწმებს ფოსტას. ყოველ დღე ის ელოდება ზარს. მაგრამ არაფერი. დუმილი. და შემდეგ ერთ დილას ის კითხულობს გაზეთში, ახალი სტატია ქართული მაფიის შესახებ. სტატია, რომელიც კიდევ უფრო დეტალურია ვიდრე წინა სტატიები. სტატია, რომელიც მოჰყავს კონკრეტული გვარები, კონკრეტული დანიშნები, კონკრეტული მტკიცებულებები. ასმუსი იგებს, მისი მემორანდუმი არ იმუშავა. ან უარესი, მისი მემორანდუმი გამოიყენეს, რომ კიდევ უფრო გაეძლიერებინათ კამპანია. რადგან ახლა სტატიაში წერია, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაიცვან ორჯონიკიძის რეპუტაცია. მაგრამ ფაქტები საუბრობენ თავისთავად, ასმუსი იცის ის წააგო. ის წააგო ბრძოლაში სიმართლისთვის. მაგრამ შემდეგ ხდება რაღაც გაუთვალისწინებელი. 1955 წლის ივლისში, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი საბჭოთა ისტორიკოსი. ალექსანდრე ნეკრიჩი აქვეყნებს სტატიას ჟურნალ „ვოპროსი ისტორიაში“. სტატიას სათაურით ორჯონიკიძე და ინდუსტრიალიზაცია, მითები და რეალობა. ნეკრიჩი წერს, ბოლო დროს პრესაში გამოჩნდა სტატიები, რომლებიც ადანაშაულებენ სერგო ორჯონიკიძეს ქართული კლანის შექმნაში მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში. როგორც ისტორიკოსი, რომელმაც შეისწავლა ათასობით დოკუმენტი იმ პერიოდიდან, მე ვაცხადებ, ეს ბრალდებები არ არის დასაბუთებული ფაქტებით. ნეკრიჩი აგრძელებს, ნამდვილად მძიმე ინდუსტრიის ნარკომატში მუშაობდა ბევრი ქართველი ინჟინერი და დირექტორი. მაგრამ ეს არ იყო შედეგი კლანური პოლიტიკის, ეს იყო შედეგი იმისა, რომ საქართველოს ჰქონდა ერთ-ერთი საუკეთესო საინჟინრო სკოლა საბჭოთა კავშირში. ნეკრიჩის სტატია იწვევს სენსაციას. პირველად ოფიციალური აკადემიური წრეები ეჭქვეშ აყენებენ ქართული მაფიის მითს. პირველად. ვიღაც ავტორიტეტული ხმა ამბობს, ეს არის ცილისწამება. მაგრამ ნეკრიჩის სტატია იწვევს ასევე რეაქციას. ერთი კვირის შემდეგ იმავე ჟურნალში გამოდის პასუხი, სტატია, დაწერილი ჯგუფი ისტორიკოსების მიერ, რომლებიც ადანაშაულებენ ნეკრიჩს ბურჟუაზიულ ობიექტივიზმში და ორჯონიკიძის იდეალიზაციაში. ისინი წერენ, ნეკრიჩი ცდილობს გაამართლოს ის, რაც გამართლება არ საჭიროებს. ფაქტები აჩვენებს, რომ ორჯონიკიძემ ნამდვილად შექმნა სისტემა, სადაც ეროვნული სოლიდარობა თამაშობდა როლს დანიშნებში იწყება დებატები. დებატები, რომლებიც გრძელდება თვეების განმავლობაში. დებატები, რომლებში მონაწილეობენ ისტორიკოსები, ჟურნალისტები, ყოფილი თანამშრომლები ორჯონიკიძისა. ასმუსი კითხულობს ამ დებატებს და იგებს, მისი მემორანდუმი არ იყო უშედეგო. მისი მემორანდუმი მიაღწია ნეკრიჩამდე. ან ნეკრიჩმა დამოუკიდებლად მოიძია ინფორმაცია და მიაღწია იმავე დასკვნებამდე. მაგრამ ახლა სიმართლე გამოდის ზედაპირზე. ნელა, ძნელად. მაგრამ გამოდის. და ასმუსი იცის, ის უნდა დაეხმაროს ამ პროცესს. ის უნდა მისცეს ნეკრიჩს მეტი ინფორმაცია.
ის უნდა დაუკავშირდეს მას და გადასცეს ყველა დოკუმენტი, რომელიც აქვს. ასმუსი წერს წერილს ნეკრიჩს. ის უხსნის, ვინ არის ის. ის უხსნის, რა დოკუმენტები აქვს. ის სთავაზობს შეხვედრას. ნეკრიჩი პასუხობს, ვალენტინ ივანოვიჩ, მე ვიცოდი, რომ ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც იცის სიმართლე. მოდით შევხვდეთ 1955 წლის აგვისტო. ასმუსი და ნეკრიჩი ხვდებიან ასმუსის ბინაში. ასმუსი აძლევს ნეკრიჩს ყველა დოკუმენტს, რომელიც აქვს. დოკუმენტს ბუბნოვისგან, ჩვენებებს სერებროვსკისგან, კუპრიაშვილისგან, ტევოსიანისგან. საკუთარ ჩანაწერებს იმ დღიდან, როდესაც ორჯონიკიძე გარდაიცვალა. ნეკრიჩი კითხულობს ყველაფერს ყურადღებით. შემდეგ ის ამბობს, ვალენტინ ივანოვიჩ, ეს არის უნიკალური მასალა. ეს არის ის, რაც საჭიროა, რომ საბოლოოდ გამხილდეს ქართული მაფიის მითი. მაგრამ მე უნდა გაგაფრთხილო, ეს იქნება რთული ბრძოლა. ის ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ ამ კამპანიას, არ დანებდებიან ადვილად. ისინი გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რომ დაგვაჩუმონ, ასმუსი პასუხობს, მე ვიცი. მაგრამ მე ვალდებული ვარ ორჯონიკიძის მიმართ. ვალდებული ვარ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დახვრიტეს როგორც ხალხის მტრები, მაგრამ რომლებიც იყვნენ უბრალოდ პროფესიონალები. ვალდებული ვარ სიმართლის მიმართ. ნეკრიჩი იწყებს მუშაობას ახალ სტატიაზე. სტატიაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ასმუსის მასალებზე. სტატიაზე, რომელიც საბოლოოდ გამხილავს ქართული მაფიის მითს. მაგრამ სანამ ის დაასრულებს სტატიას, ხდება რაღაც, რაც ცვლის ყველაფერს. 1955 წლის სექტემბერში ცენტრალური კომიტეტი გამოსცემს დადგენილებას. დადგენილებას, რომელიც ეხება ისტორიული კვლევების ობიექტურობას. დადგენილებაში წერია, ბოლო დროს გამოჩნდა ტენდენცია. როდესაც ზოგიერთი ისტორიკოსი ცდილობს გაამართლოს ან იდეალიზოს ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სტალინის რეპრესიებთან. ეს ტენდენცია არის მავნე და უნდა შეჩერდეს. დადგენილება არ ახსენებს ორჯონიკიძეს პირდაპირ. მაგრამ ყველა იგებს, ეს არის გაფრთხილება ნეკრიჩისთვის და ყველა სხვა ისტორიკოსისთვის, ვინც ცდილობს დაიცვას ორჯონიკიძის რეპუტაცია. ნეკრიჩი უწოდებენ ცენტრალურ კომიტეტში. მას ეუბნებიან, ალექსანდრე მოისეევიჩ, თქვენი სტატიები იწვევს პრობლემებს. თქვენ ცდილობთ გაამართლოთ ორჯონიკიძე, მაგრამ თქვენ არ ითვალისწინებთ ყველა ფაქტს. თქვენ უნდა იყოთ უფრო ობიექტური. ნეკრიჩი პასუხობს, მე ვარ ობიექტური. მე ვეყრდნობი დოკუმენტებს, არა პროპაგანდას. მას ეუბნებიან, დოკუმენტები შეიძლება იყოს ყალბი. დოკუმენტები შეიძლება იყოს არასრული. თქვენ უნდა იყოთ ფრთხილი. ნეკრიჩი იგებს, მას ემუქრებიან. ემუქრებიან, რომ თუ ის გააგრძელებს, ის დაკარგავს თავის პოზიციას. დაკარგავს თავის რეპუტაციას. შეიძლება დაკარგოს მეტიც. მაგრამ ნეკრიჩი არ ნებდება. ის აგრძელებს მუშაობას თავის სტატიაზე. ის აგრძელებს ბრძოლას სიმართლისთვის. 1955 წლის ოქტომბერი. ნეკრიჩი ამთავრებს თავის სტატიას. ეს არის ძლიერი სტატია. მაგრამ მე არ შემიძლია გამოვაქვეყნო ის. არა ახლა. არა ამ პოლიტიკურ კლიმატში. ნეკრიჩი ჰკითხავს, რატომ? რედაქტორი პასუხობს, რადგან ცენტრალური კომიტეტი არ დაუშვებს ამას. რადგან ეს სტატია ეწინააღმდეგება ოფიციალურ ხაზს, ნეკრიჩი ცდილობს გამოაქვეყნოს სტატია სხვა ჟურნალებში. მაგრამ ყველგან იგივე პასუხი, ძალიან კარგი სტატია, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვაქვეყნებთ. ნეკრიჩი იგებს, სისტემა ბლოკავს მას. სისტემა არ უშვებს სიმართლეს. სისტემა იცავს მითს, რადგან ეს მითი სასარგებლოა იმათთვის, ვინც ძალაუფლებაშია. ნეკრიჩი უბრუნდება ასმუსს და ეუბნება, ვალენტინ ივანოვიჩ, მე ვცადე. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. მაგრამ სისტემა ძლიერია. სისტემა არ უშვებს სიმართლეს. ასმუსი ჰკითხავს, მაშ რა უნდა გავაკეთოთ? ნეკრიჩი პასუხობს, ჩვენ უნდა დაველოდოთ. დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც სისტემა შეიცვლება. როდესაც პოლიტიკური კლიმატი შეიცვლება. როდესაც ხალხი მზად იქნება მოისმინოს სიმართლე. 1955 წლის ნოემბერი. ასმუსი ზის თავის ბინაში და ფიქრობს, რამდენ ხანს უნდა ელოდოს. რამდენ ხანს უნდა ელოდოს სიმართლე. ის იხსენებს ორჯონიკიძის სიტყვებს, სიმართლე ყოველთვის გამოდის ზედაპირზე. შეიძლება არა დღეს. შეიძლება არა ხვალ. მაგრამ ის გამოდის. ასმუსი იღებს გადაწყვეტილებას.
თუ ის ვერ შეძლებს გამოაქვეყნოს სიმართლე ახლა, ის დატოვებს მას მომავალი თაობებისთვის. ის დაწერს მემუარებს. მემუარებს, სადაც ის აღწერს ყველაფერს, რაც ნახა და გაიგო. ყველაფერს, რაც იცის ორჯონიკიძის შესახებ. ყველაფერს, რაც იცის ქართული მაფიის მითის შესახებ. მემუარებს, რომლებიც დარჩება როგორც ჩვენება იმ დროის შესახებ. როგორც ჩვენება სიმართლის შესახებ. ასმუსი იწყებს წერას. ის წერს ყოველ საღამოს, რამდენიმე საათის განმავლობაში. ის წერს დეტალურად, ზუსტად. პატიოსნად. ის წერს არა როგორც ისტორიკოსი, ის წერს როგორც მოწმე. როგორც ადამიანი, რომელიც იყო იქ, როდესაც ყველაფერი ხდებოდა. როგორც ადამიანი, რომელმაც ნახა ორჯონიკიძის ბრძოლა სიმართლისთვის. როგორც ადამიანი, რომელმაც ნახა, როგორ შეიქმნა ქართული მაფიის მითი. ასმუსი წერს თვეების განმავლობაში. და 1955 წლის დეკემბერში ის ამთავრებს თავის მემუარებს. ის კითხულობს მათ ბოლოდან ბოლომდე და იგებს, ეს არის ის, რაც უნდა დარჩეს. ეს არის ის, რაც უნდა იცოდეს მომავალმა თაობებმა. ეს არის სიმართლე. მაგრამ სად უნდა შეინახოს ეს მემუარები? თუ ის შეინახავს მათ თავის ბინაში, თუ შეიძლება იპოვოს და განადგუროს მათ. თუ ის მისცემს მათ ნეკრიჩს, ნეკრიჩი ასევე შეიძლება იყოს საფრთხეში. ასმუსი ფიქრობს და იღებს გადაწყვეტილებას, ის გააკეთებს რამდენიმე ასლს. ერთ ასლს შეინახავს თავის ბინაში, დამალულს. მეორე ასლს მისცემს ნეკრიჩს. მესამე ასლს მისცემს სერებროვსკის, ყოფილ მთავარ ინჟინერს მაგნიტოგორსკიდან. მეოთხე ასლს მისცემს კუპრიაშვილს, ყოფილ დირექტორს ხარკოვიდან. ასე, თუ ერთი ასლი განადგურდება, სხვები დარჩება. დარჩება როგორც ჩვენება. როგორც მტკიცებულება. როგორც სიმართლე, რომელიც ელოდება თავის დროს. 1955 წლის დეკემბერი. ასმუსი ასრულებს თავის გეგმას. ის ურიგებს ასლებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობა. ის ეუბნება მათ, ეს არის სიმართლე ორჯონიკიძის შესახებ. სიმართლე ქართული მაფიის მითის შესახებ. შეინახეთ ეს. შეინახეთ იმ დღისთვის, როდესაც შესაძლებელი იქნება მისი გამოქვეყნება, ყველა მათგანი პირდება, ჩვენ შევინახავთ. ჩვენ დავიცავთ ამ სიმართლეს და ასმუსი იცის, ის გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო. ის გააკეთა ყველაფერი, რაც ორჯონიკიძეს თხოვდა მას, დაიცვა სიმართლე. დაიცვა იმ ადამიანების მეხსიერება, რომლებიც დახვრიტეს როგორც ხალხის მტრები. დაიცვა იმ სისტემის იდეა, რომელიც ორჯონიკიძემ შექმნა სისტემის. სადაც ადამიანები ფასდებოდნენ პროფესიონალიზმით, არა ეროვნებით. მაგრამ რა მოხდება შემდეგ? გამოქვეყნდება თუ არა ოდესმე ეს მემუარები? გამხილული იქნება თუ არა ქართული მაფიის მითი? თუ ეს მითი დარჩება ისტორიაში როგორც ფაქტი? და რატომ 70 წლის შემდეგ ეს მითი კვლავ ცოცხლობს? რატომ ხალხი კვლავ ლაპარაკობს ქართულ მაფიაზე ინდუსტრიაში? რატომ ორჯონიკიძის სახელი კვლავ დაკავშირებულია ამ ბრალდებებთან? პასუხი არის მარტივი და რთული ერთდროულად, რადგან მითები ძლიერია. მითები ცოცხლობენ მაშინაც კი, როდესაც სიმართლე ცნობილია. მითები ცოცხლობენ, რადგან ისინი სასარგებლოა იმათთვის, ვინც ძალაუფლებაშია. მითები ცოცხლობენ, რადგან ისინი ამარტივებენ რთულ რეალობას. და ქართული მაფიის მითი ცოცხლობს, რადგან ის ამარტივებს რთულ ისტორიას საბჭოთა ინდუსტრიალიზაციისა. ის ამარტივებს რთულ ფიგურას სერგო ორჯონიკიძისა. ის ამარტივებს რთულ სისტემას, რომელიც ორჯონიკიძემ შექმნა.